მოგესალმებით ეთერში ახალი 12-ზე თორნიკე გვერდეშვილაძესთან ერთად. ბიზნა ივანიშვილის სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი პირველი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია. დილიდან ივანიშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს მთავრობის წევრებთან. სავარაუდოდ საუბარი მინისტრის მოადგილების დანიშვნის საკითხს შეეხება. და ამ წუთებში ჩვენ გვატყობინებენ რომ განათლების სამინისტროში განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სპეციალურ განცხადებას აუცილებს და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ხალებებინა რაღაცა ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც გამოცდების ჩატარება მოხდება წელს და მომავალ წლებში და მივედით იმ ძირითად დასკვნამდე, რომ ის სამუშაო, რომელსაც ატარებდა გამოცდების ეროვნული ცენტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო, შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს გამოცდებს სკოლაში, მაგრამ შემდეგი ჩასწორებით. გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც დამთავრდება ამა თუ იმ საგნის სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით. შესაბამისად, მომავალში არ ჩატარდება გამოცდები მხოლოდ მე-12 კლასში, არამედ ჩატარდება მე-11 კლასშიც, მე-12 კლასშიც. გამომდინარე იქიდან, როდის დამთავრდება სწავლება ამა თუ იმ საგანში, მაგალითად ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში ეს იქნება მე-11 კლასში, ხოლო ქართულში, მათემატიკაში, უცხო ენაში ეს იქნება მე-12 კლასში. ეს იქნება ძირითადი სქემა, რომელთაც ვიმუშავებთ. თუმცა ამ ეტაპზე 2013 წლისთვის ჩვენ ამ სისტემას ეხლავე არ დავნერგავთ რიგი მიზეზების გამო, რომელთაგანაც მთავარი არის ის, რომ კალბატონი მაიას ინფორმაციით, რაც სამინისტროს მოაწოდა, დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩვენ არა ვართ გარანტირებული იმაზე, რომ საგამოცდო ბაზები არ არის ასე ვთქვათ გახსნილი და განსაკუთრებით თუ დავინახავთ რა ტიპის აქტიურობები არსებობს Facebook-ზე წინა ხელისუფლების, ჩვენ არა ვართ დაზღვეული იქიდან, რომ მთელი საგამოცდო მასალა არ იყოს წარმოდგენილი გამოცდების წინა დღეს მაგალითად. შესაბამისად, რომ ბოლომდე პასუხისგებლობით ჩავატაროთ ეს პროცესი, ფაქტიურად მთელი საგამოცდო ბაზები ხელახლა არის შესამუშავებელი. გამომდინარე ასევე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიცით და დაფიქსირებული იყო ამ სისტემაში, მდგომარეობდა იმაში, რომ მინისტრმა შაშკინვა თავისი მუშაობის პერიოდში მთელი მონაცემთა ბაზები რატომღაც ეროვნული ცენტრიდან წამოიღო და გადაიტანა სამინისტროში, რაც თავისთავად კითხვის ნიშანს სვავს ამ ბაზების დაცულობის თაობაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც დამთავრდება საგანი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ჩასწორებები წელს. ჩასწორება მდგომარეობს შემდეგში. გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს მე-12 კლასელებს გამოცდებს ვერ ჩაუტარებს. ეს გამოცდები ჩატარდება სკოლაში, სკოლის დირექციის მიერ. გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს გამოცდების ჩატარებას 2013 წლის სექტემბრიდან იმ მე-11 კლასელებისთვის, ვინც წელს 2013 წელს დაამთავრებს და მათ ჩაუტარდებათ ეს გამოცდები იმ პროგრამით, რომელსაც ისინი დაამთავრებენ 2013 წლის მაისში. და შემდეგ უკვე მომავალში ეს სისტემა ჩადგება მწყობში და მაშინ, როდესაც მოსწავლე დაამთავრებს საგანს სასწავლო გეგმის მიხედვით, მაშინ ჩაუტარდებათ მათ გამოცდები. ეს არის ძირითადად სქემა, რომელზეც გესაუბრებით. ეს არის სქემა მორგებული მოსწავლეზე, გამოცდები აღარ ჩატარდება ერთ პერიოდში, ეს არ იქნება მთლიანად ასე დამძაბველი მოსწავლეებისთვის, როგორც ეს იყო მანამდე, ისინი გაიყოფა წლების მიხედვით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამითი ერთის მხრივ უზრუნველყოფთ სწავლების პროცესის კონცენტრაციას, ხოლო მეორეს მხრივ ვაძლევთ მეტ შესაძლებლობას ჩვენ მოსწავლეებს, რომ ეს არ მოხდეს ესე სტრესულად, როგორც შესაძლოა აქამდე მათთვის იყო. ხალხთან ხარ დავამატებთ ამას. მოგესალმებით. მარტივი სქემა მინდა შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი კითხვა იქნება, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ. მე-12 კლასელები წელს გამოცდებს ჩააბარებენ სკოლებში და ამ გამოცდებს უზრუნველყოფს თავად სკოლა და დირექცია.
დაწყებული უკვე 2013 წლის სექტემბრიდან, როგორც მოგახსენათ ბატონმა გიორგიმ, ანუ ეს ეხება უკვე მე-11 კლასელებს, რომლებიც ეხლა არიან მე-11 კლასში. მათ ვთავაზობთ ესეთ რამეს, შეუძლიათ 4 საგანი. ეს გახლავთ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია, რომლის სწავლება სრულდება მე-11 კლასის ბოლოს. მათ ვაძლევთ შესაძლებლობას შემოდგომაზე ეს 4 საგანი, რომელიც უკვე დაასრულეს, ისე ვიმეორებ, ჩააბარონ და მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახეს, მაისის თვეში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ასე რომ მე-11 კლასელებს, მათ გასაგონად და საყურადღებოდ ვამბობ, ვთავაზობთ შემოდგომაზე 4 გამოცდის ჩაბარებას, 4 გამოცდის ჩაბარებას ვთავაზობთ მაისში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. თუმცა ისე ვიმეორებ, თუ რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა მოსწავლემ, მაშინ მას შეუძლია გაიმეოროს ეს გამოცდა მაისში. რაც შეეხება მე-12 კლასელებს, უკვე მომდევნო წელს და არა იმ მე-12 კლასელებს გულისხმობ, რომლებიც წელს არიან მე-12 კლასში, მათ მოუწევთ მე-11 კლასში მაისის თვეში ჩაბარება 4 გამოცდის, ისევ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. და 4 გამოცდის ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ისტორია უკვე მე-12 კლასის ბოლოს მაისის თვეში. წელს მე-12 კლასელებს გამოცდა ექნებათ სკოლაში, შემდეგ კი მოემზადებიან უკვე მისაღები გამოცდებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ისეთივე წესით, როგორც ტარდებოდა წინა წლებში. დიდი მადლობა. ეს იყო სპეციალური განცხადება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთეს, როგორც მათ აღნიშნეს, გამოცდები წელს მე-12 კლასელებს სკოლაში ჩაუტარდებათ, ხოლო 2013 წლიდან უკვე გამოცდები 2 ეტაპად ჩატარდება, 4 გამოცდა სექტემბერში, ხოლო 4 გამოცდა უკვე სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ჩატარდება. დავკლავ უბრუნდებით სახელმწიფო კანცელარიას, ბიზინა ივანიშვილის სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფება პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია. დილიდან ივანიშვილი რამდენიმე შეხვედრას გამართავს მთავრობის წევრებთან. სავარაუდოდ საუბარი მინისტრის მოადგილების დანიშვნის საკითხს შეეხება. უფრო დაწვრილებით კანცელარიიდან ჩემი კოლეგა თამთა ჯანაძე ისაუბრებს. თამთა, ამ დროისთვის ვის შეხვდა უკვე პრემიერ-მინისტრს და რა განცხადებები გაკეთა? სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მომდევნო 2 კვირის მანძილზე ყველა სამინისტროში დამტკიცდებიან მინისტრების მოადგილეები და გარდა ამისა განსაზღვრება ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. დილით დავით საგანელიძეს 10 საათზე 11 საათზე მე მგონი მაია ფანჯიკიძეს, 12 ნახევარზე კირვალიძეს, დავითს, 12-ზე ალასანიას, პირველ საათზე ამერიკის ელჩი, მე მგონი მოლოცავ მოვიდა თეთრსახლიდან ის გადმოცემას აპირებს. 3 საათზე გვაქვს სამუშაო სხდომა მთავრობის და შემდგომ ისაც დაჭირდება იმის შემდგომ საპარლამენტო მიმოშარეთ. ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს, მოადგილეების დამტკიცებას დავასრულებთ ალბათ ამ კვირაში. გავაკეთებთ უახლოესი დროის გრაფიკებს ყველა სამინისტროს, რა არის სასწრაფო გასაკეთებელი და სტრატეგიაზე მიმოშარეთ, რა თქმა უნდა. რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო კანცელარია დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მისი განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო ურთიერთობებს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განისაზღვრება სამომავლო ვიზიტებთან დაკავშირებით საკითხები, როგორც მაია ფანჯიკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო შეხვედრა ვიზიტი ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა დაგეგმილი არჩევნებიდან გამომდინარე შესაძლოა პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგეს. ჩემი მხრიდან დღის წესრიგში რასაკვირველია იქნება ვიზიტების საკითხი, სადაც შედგება პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი, თარიღები უნდა დავაზუსტოთ და დანარჩენი ორგანიზაციული საკითხი. თუ გახსოვთ, ჩვენი განცხადება იყო, რომ პირველი ვიზიტი შედგება ვაშინგტონში, მაგრამ მოგეხსენებათ 6-ში არის არჩევნები ამერიკაში, ამიტომ ამაზეა დამოკიდებული, როდის განხორციელდება ეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ კი ამ ვიზიტის თარიღი გადაიწერს, შეიძლება პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში. სახელმწიფო კანცელარიაში უკვე მოვიდა თავდაცვის მინისტრი, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. აქ დაახლოებით 1 საათში ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნოლანს, 3 საათზე კი დაგეგმილია მთავრობის ხდომა. მადლობა თამთა, სახელმწიფო კანცელარიიდან თამთა ჯანაძე საუბრობდა.
ეს არის ახალი 12-ზე განვაგრძობთ გამოშვებას ემზარ კვიციანის ოჯახი თბილისში დაბრუნდა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მეუღლე თეთრმულდი ანსიანი ამბობს, რომ მიმალვაში მყოფი კვიციანი 2006 წელს მომხდარი მოვლენების თავიდან გამოძიებას ითხოვს. მისივე თქმით, კოდორის ხეობის ყოფილი ხელმძღვანელი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საჭიროების შემთხვევაში სამშობლოშიც დაბრუნდეს. ანსიანის განცხადებით მისი მეუღლე მზადაა სასჯელი მოიხადოს, თუ გამოძიება დამნაშავედ ცნობს. მეგნიერები იმით, რომ ემზარ კვიციანის ოჯახს მიეცა საშუალება საქართველოში დაბრუნების და საერთოდ ის, რომ რეალური ცვლილებები დაიწყო ქვეყანაში, ეს უკვე ხელშესახები გახდა თითოეული ადამიანის და თუნდაც ეს ფაქტი, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს მიეცათ სამშობლოში დაბრუნების უფლება. თავისი მოთხოვნა არის, რომ გადაიხედოს საქმე აბსოლუტურად და გასამართეს თუ დამნაშავეა. კლდანის მერვე საპყრობილე წუხელ გვიანღამით ვადამდე ადრე 28 პატიმარმა დატოვა. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეტანილი ჰქონდათ, თუმცა გათავისუფლების შესახებ მხოლოდ გამოსვლის დღეს შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებს ნორმალურად ექცევიან, თუმცა რამდენიმე ბადრაგი, რომელიც წამებაშია ეჭვმიტანილი, კვლავაც ციხეში მუშაობს. ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ ციხეში ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად კვების და სამედიცინო მომსახურების საკითხი კვლავაც პრობლემურად რჩება. Eso, sexo, rara. Eso, rara. ეს გამოვა რა ვიცი, 1.20 ხუთ კაცად მიყატიკა და დანარჩენი არ ვიცი. აი ძალადობის ფაქტები შეწყდა ციხეებში? კი. ეხლა აღარ არის ეგეთი ზეწოლები? ეხლა აღარ არის, ჯერჯერობით არ არის. რა იყო? კი, იყო ზეწოლები შენზე, მაგრამ ეხლა არ არის საჭირო დავა კონკრეტო. უდოს კომისიის კონტროლის რეჟიმი აღარ არის ისეთი, ოღონდ საჭმელი არის. ცუდი საჭმელია, რა ნავთში გაკეთებული საჭმელი მოდის. და ბევრი უკანონო პატიმარია კიდე. პატიმრობიდან სამხედრო პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის გათავისუფლდა რეზო კლდიაშვილმა საპატიმრო 2 დღის წინ დატოვა. კლდიაშვილი დაკავების მიზეზად 7 ნოემბრის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ასახელებს. მისი თქმით, აიძულებდნენ ეღიარებინა ბადრი პატარკაციშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შეერაღებული ამბოხის მოწყობის მცდელობა. გათავისუფლებული პოლკოვნიკი საპატიმროებში არსებულ გაუსაზლის პირობებზეც საუბრობს. რეზო კლდიაშვილი 2007 წელს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა, მის ჭრილი და საპატიმრო 5 წლის შემდეგ დატოვა. კლდიაშვილი შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. თქვენი აზრით უშუალოდ ვის აინტერესებდა ის, რომ რეზო კლდიაშვილი მაშინდელ ხელისუფლებას მოთხოვნა ჰქონდა ჩემგან, რომ დამიფიქსირებინა ტელეკამერების წინაშე, რომ პატარკაციშვილისა და ოქრუაშვილის მიერ შეერაღებული ამბოხის შესახებ. რაც სრული სიცრუე იყო აბსოლუტურად. მარტო ჩემზე არა, ეს არის ყველა პოლიტპატიმარზე განხორციელებული საშინელი წამების ფაქტები. ყველა აბსოლუტურად ახლა ბოლოს ნომერ 9 დასაცებულებიდან გამთავისუფლდი და დაახლოებით 35-მდე პოლიტიკური პატიმარია. ყველა აბსოლუტურად ყვება საშინელ გავლილ დღეებს, წამების ფაქტებს, თვითონ რამოდენიმეჯერ ვიქენი ნაწამები. პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს გლდანის მერვე საპყრობილესთან განცხადება გააკეთეს. ისინი სახალხო ომბუდსმენის პოსტზე სახალხო დამცველის მონიტორინგის უფროსის ნათია იმნაძის დანიშვნას ითხოვენ. დაკავებულთა ახლობლები ამბობენ, რომ იმნაძე წლები ამ სფეროში მუშაობს და თავისი საქმის პროფესიონალია. პატიმრების ოჯახის წევრებმა 2000-მდე ხელმოწერად შეაგროვეს, რომელსაც ხვალ სახელმწიფო კანცელარიაში შეიტანენ. ნათია არის პროფესიონალი თავის საქმის, როგორც სახალხო დამცველი, არის პატიმრების მოყვარული ჰუმანური ადამიანი, მოსიყვარულე და უბრალოდ ასეთი ადამიანი უნდა იყოს, მე მგონი სახალხო დამცველის პოსტზე. და ამიტომ ჩვენ გავალისხმობ მოქალაქეების თხოვნით და პირადად მე ვარ პატიმრის პატრონი, ვითხოვთ ნათიას კანდიდატურის დაყენება სახალხო დამცველის პოსტზე.
პარლამენტის სასამართლოს და სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული მართვა ამ თემაზე დღეს იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი განცხადებას გააკეთებს, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოს ყველა კომპიუტერს სწორედ იუსტიციის სამინისტრო აკონტროლებს. პარლამენტის სერვერები იუსტიციის სახლშია განთავსებული, როგორც დეპუტატების, ასევე აპარატის თანამშრომლების კომპიუტერები ერთიან ქსელშია ჩართული. ეს ყველაფერი კი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის მიერ კონტროლდება. სამოქალაქო საზოგადოების კოალიციამ პრემიერ-მინისტრის სახელზე ქართული ოცნების ოფისში განცხადება შეიტანა. 1600 ხელმოწერით ისინი ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლელა გულედანის კანდიდატურას დევნილთა მინისტრის მოადგილედ სთავაზობენ. სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წევრების განცხადებით გულედანი დევნილთა პრობლემებს კარგად ისწრებს და იძულებით გადაადგილებულებს საჭირო დახმარებას გაუწევს. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება განხილული, გათვალისწინებული ხალხის მოთხოვნა და რომ ქალბატონი ლელა გულედანი იქნება ერთ-ერთ მინისტრის მოადგილე დევნილთა და განსახლების სამინისტროში. ქალბატონი ლელა წლებია მუშაობს დევნილთა საკითხებზე, ის თვითონ გახლავთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ის ჩახედულია ყველა იმ პრობლემებში, რაც აქვთ დევნილებს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მაღაროელები ამბობენ, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის ჩასვლამდე არ დაიშლებიან. აქციის მონაწილეებს დღეს სტუდენტური ორგანიზაცია ლაბორატორია 1918-ის წევრებით შეუერთდებიან. გვემატება და გვემატება ხალხი. და ვიკრიბებით მანამ სანამ არ ჩამოვა ჩვენი თავრობის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ველოდებით დღე-დღეზე და მანამდე გავართ ესე წყნარად ყოველგვარი პანიკის გარეშე, ყოველგვარი კრიმინალის და დარღვევის გარეშე. მოთხოვნები გვაქვს ხელფასის მომატება პირველ რიგში, რაც არის ჩვენთვის აუცილებელი და პირობების გაუმჯობესება. უნდა ჩამოვიდნენ თავრობის კომისია და ჩაჯდეს ამ ველოდებით დაждდეს და გამოარკვიოს ჩვენი საქმე და ველოდებით ჯერჯერობით იმათ ჩამოსვლას. ავტოსაგზაო შემთხვევა საჩხერეში გუშინ გვიანღამით ჰონდას მარკის ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი ჟიგული დაეჯახა. შედეგად დაშავდა ჟიგულის მძღოლი. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების განმარტებით დაშავებული მძღოლის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ავტოავარიის მიზეზებს კი სამართალდამცავები სწავლობენ. მოძრაობდით და გამოვიარეთ, ახლა ვეცადე რომ მაქსიმალურად ამეღო იქით ამხარე, მაგრამ იხედებით რომ გაფრთხილებით შემოტრიალთ. დანარჩენი უკვე აღარ ალბათ ისე გაარკვეს პოლიცია უკვე. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმით მას აღენიშნებოდა მარცხენა ბარზახის სიბრძნე და მოტეხილობა და ტრავმული შოკი. თავიდან ცოტა ჯიუტობდა რამე თუ ნასვამი გახლავთ და შემდგომ ჩვენი ოპერატიული მუშაობის შედეგად მოხდა ის, რომ შესაძლებელი მკურნალობა ჩავდა და ჯერ კიდევ მურე განყოფილება შემდეგ მოთავსდა ჩვენ ქირურგიულ სტაციონარში ამ წუთში იყოფება ჩვენ შუა დაჯიმაზე. საკპატენტის შენობის დაბრუნებას ითხოვს თანამშრომლების განცხადებით, წინა ხელისუფლებამ ორგანიზაცია ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დახურა და შენობა ჩამოართვა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი თვით დაფინანსებაზეა. შენობის გარეშე დარჩენილ თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ვითარება მალე გაირკვევა. მოხდა სრულად უსამართლო პროცესი, როდესაც შემოვიდა უცოდინარი ხალხი, გაათავისუფლეს თანამშრომლები, საუკეთესო ექსპერტები, ნაცადი ექსპერტები, საერთაშორისო დონის აღიარების მქონე ადამიანები გაუშვეს სამსახურებიდან. 3 წლის წინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შემოვიდა საკპატენტში და დაიწყო თავისი საქმიანობა, მოხდა სრულად გაუგონარი რამ, გამეფდა საშინელი ტერორი. რაში გამოიხატებოდა ახლა ეს ყველაფერი? დაიწყო ძველი პროფესიული კადრების თანდათან შევიწროვება, თანამდებობიდან ნელ-ნელა თვითონ საფეხურით უკან დახევა და შემდეგ მათი გათავისუფლება. განვაგრძობთ გამოშვებას. ბიძინა ივანიშვილის პირველი სამუშაო დღე დილიდან ის შეხვედრებს მართავს მინისტრებთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან. სახელმწიფო კანცელარიაში ჩემი კოლეგა თამთა ჯანაძე იმყოფება და ბოლო ინფორმაციას სწორედ ის მოგვაწვდის. თამთა, მოგესალმებით. მოვიდა თუ არა ამერიკის ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში?
დიახ, შეხვედრების სახელმწიფო კანცელარიაში ამ დრომდე გრძელდება. აქ წუთი-წუთზე ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდს. სახელმწიფო კანცელარია უკვე დატოვა ორმა მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე იმ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც სისტემაშია და ჯარის საბრძოლო მზადყოფნაზე. იყო პრემიერ-მინისტრთან პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისში. მე ჩავაყენე საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე ჯარების დღევანდელ საბრძოლო მზადყოფნაზე და ჩვენ გავაგრძელებთ კაბინეტთან ერთად უკვე დღეს სამუშაო შეხვედრა. კანცელარიაში ამ დრომდე იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მან სოფლის მეურნეობის სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტულია ახალი მთავრობისთვის და შესაბამისად შეხვედრაზე დაიგეგმება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც უახლოეს მომავალში ამ სფეროს განვითარებისთვის უნდა დაიგეგმოს. შეიქმნეს ჩამოკარგული ის აიფუსდება იმ პრიორიტეტებს, რომელიც არის დაწყებული მიწის რეგისტრაციით, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასებით, თავისი ირიგაციით და ყველაფერით, რაც შედის სერვის ცენტრებით, ექსტენსიის ცენტრებით, კონსულტაციებით ფერმერებისთვის, სულ ყველაფერი ეს ერთად გაწერილი იქნება ნაწილი თავის საპროგრამო დაფინანსება და ნაწილი ალბათ გაკეთდება იმ ფონდით, რომელზეც თქვენ მკითხეთ. სამუშაო შეხვედრა იგეგმება დაახლოებით 2 საათში სახელმწიფო კანცელარიაში, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით თითქმის ყველა მინისტრი დაესწრება. მადლობა თამთა კანცელარიდან თამთა ჯანაძე საუბრობდა დილიდან ბიძინაევანიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები მაია ფანჯიკიძესთან. სავარაუდოდ საუბარი შეეხო იმ ვიზიტებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გამართავს ევროპაში და ამერიკაში. ის ასევე შეხვდა უმრავლესობის ლიდერსაც. ჩემი მხრიდან დღის წესრიგში რასაკვირველია იქნება ვიზიტების საკითხი, რაც შედგება პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი, თარიღები უნდა დავაზუსტოთ და დანარჩენი ორგანიზაციული საკითხი. თუ გახსოვთ, ჩვენი განცხადება იყო, რომ პირველი ვიზიტი შედგება ვაშინგტონში, მაგრამ მოგეხსენებათ, 6-ში არის არჩევნები ამერიკაში, ამიტომ ამაზეა დამოკიდებული, როდის განხორციელდება ეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ კი ამ ვიზიტის თარიღი გადაიწევს, შეიძლება პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში. სასკოლო გამოცდები ჩატარდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საგნის სწავლება დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომავალში გამოცდები არა მხოლოდ მე-12, არამედ მე-11 კლასში ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, როდის დამთავრდება ამა თუ იმ საგნის სწავლება. მისივე თქმით, საგამოცდო ბაზები თავიდან არის შესაქმნელი, რადგან მარგველაშვილის განცხადებით დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მთელი ინფორმაცია განათლების სამინისტროში წაიღო. მინისტრის თქმით, გამოცდების ცენტრი მე-12 კლასელებს გამოცდებს ვერ ჩაუტარებს და ეს გამოცდები ჩატარდება სკოლაში. გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს მე-12 კლასელებს გამოცდებს ვერ ჩაუტარებს. ეს გამოცდები ჩატარდება სკოლაში, სკოლის დირექციის მიერ. გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს გამოცდების ჩატარებას 2013 წლის სექტემბრიდან. მომავალში ეს სისტემა ჩადგება მწყობრში და მაშინ, როდესაც მოსწავლე დაამთავრებს საგანს სასწავლო გეგმის მიხედვით, მაშინ ჩაუტარდებათ მათ გამოცდები. მე-11 კლასელებს, მათ გასაგონად და საყურადღებოდ ვამბობ, ვთავაზობთ შემოდგომაზე 4 გამოცდის ჩაბარებას, 4 გამოცდის ჩაბარებას ვთავაზობთ მაისში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. თუმცა ისე ვიმეორებ, თუ რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა მოსწავლემ, მაშინ მას შეუძლია გაიმეოროს ეს გამოცდა მაისში. შეხვედრა საპატრიარქოში ნომერ მე-7 საპატიმროს მონახულებამდე სოზარ სუბარი ილია მეორეს შეხვდა. უკვე გუშინ იყო ცნობილი, რომ უწმიდესი და უნეტარესი და საჯარისწყლების მინისტრი პატიმრებს მოინახულებდნენ. თემაზე თათია მახარაშვილი მუშაობს და მის ჩართვას მოგვიანებით პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დადღის სხვა სიახლეები გლდანის მერვე საპრობლე წუხელ გვიან ღამით ვადამდე ადრე 28 პატიმარმა დატოვა. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეტანილი ჰქონდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ მხოლოდ გამოსვლის დღეს შეიტყვეს. მათივე ინფორმაციით ამ დროისთვის გლდანის მერვე საპრობლეში პატიმრებს ნორმალურად ექცევიან, თუმცა რამდენიმე ბადრაგი, რომელიც წამებაში ეჭვმიტანილი კვლავაც ციხეში მუშაობს. ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ ციხეში ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად ყვების და სამედიცინო მომსახურების საკითხი კვლავაც პრობლემურად რჩება.
დღეს გამოვა რა ვიცი 1.25 კაცად მიყატიკა და დანარჩენი არ ვიცი. აი ძალადობის ფაქტები შეწყდა დაციხეებში? კი. ეხლა აღარ არის ეგეთი ზეწოლები? ეხლა აღარ არის, ზეწოლებით არ არის. რა იყო? კი, იყო ზეწოლები შენზე, მაგრამ ეხლა არ არის საჭირო დავაკონკრეტო. უდოს კომისიის კონტროლის რეჟიმი აღარ არის ისეთი, ოღონდ საჭმელია, არის ცუდი საჭმელია, რა ნავთში გაკეთებული საჭმელი მოდის. და ბევრი უკანონო პატიმარია კიდე. პატიმრობიდან სამხედრო პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის გათავისუფლდა რეზო კლდიაშვილმა საპატიმრო ორი დღის წინ დატოვა. კლდიაშვილი დაკავების მიზეზად 7 ნოემბრის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ასახელებს. მისი თქმით აიძულებდნენ ეღიარებინა ბადრი პატარგაციშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შეერაღებული ამბოხის მოწყობის მცდელობა. გათავისუფლებული პოლკოვნიკი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებზეც საუბრობს. რეზო კლდიაშვილი 2007 წელს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო 5 წლის შემდეგ დატოვა. კლდიაშვილი შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა. გიწოდოთ 7 ნოემბრის აქციები? თქვენი აზრით უშუალოდ ვის აინტერესებდა ის, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მოთხოვნა ჰქონდა ჩემგან, რომ დამეფიქსირებინა ტელეკამერების წინაშე, რომ პატარკაციშვილისა და ოქრუაშვილის მიერ შეერაღებული ამბოხის შესახებ. რაც სრული სიცრუე იყო აბსოლუტურად. მარტო ჩემზე არა, ეს არის ყველა პოლიტპატიმარზე განხორციელებული საშინელი წამების ფაქტები. ყველა აბსოლუტურად ახლა ბოლოს ნომერ 9 დასახლებულებიდან გამთავისუფლდი და დაახლოებით 35-მდე პოლიტიკური პატიმარია. ყველა აბსოლუტურად ყვება საშინელ გავლილ დღეებს, წამების ფაქტებს. თვითონ რამოდენიმეჯერ ვიქენი ნაწამები. ემზარ კვიციანის ოჯახი თბილისში დაბრუნდა კოდორის ხეობაში. საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მეუღლე თეთნულდი ანსიანი ამბობს, რომ მიმალვაში მყოფი კვიციანი 2006 წელს მომხდარი მოვლენების თავიდან გამოძიებას ითხოვს. მისივე თქმით, კოდორის ხეობის ყოფილი ხელმძღვანელი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საჭიროების შემთხვევაში სამშობლოშიც დაბრუნდეს. ანსიანის განცხადებით, მისი მეუღლე მზადაა სასჯელი მოიხადოს თუ გამოძიება დამნაშავედ ცნობს. მედნიერები იმით, რომ ემზარ კვიციანის ოჯახს მიეცა საშუალება საქართველოში დაბრუნების და საერთოდ ის, რომ რეალური ცვლილებები დაიწყო ქვეყანაში, ეს უკვე ხელშესახები გახდა თითოეული ადამიანის და თუნდაც ეს ფაქტი, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს მიეცათ სამშობლოში დაბრუნების უფლება. თავისი მოთხოვნა არის, რომ გადაიხედოს საქმე აბსოლუტურად და გასამართეს თუ დამნაშავეა. პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს გლდანის მერვე საპყრობილესთან განცხადება გააკეთეს. ისინი ომბუდსმენის პოსტზე სახალხო დამცველის მონიტორინგის უფროსის ნათია იმნაძის დანიშვნას ითხოვენ. დაკავებულთა ახლობლები ამბობენ, რომ იმნაძე წლები ამ სფეროში მუშაობს და თავისი საქმის პროფესიონალია. პატიმრების ოჯახის წევრებმა 2000-მდე ხელმოწერას შეაგროვეს, რომელსაც ხვალ სახელმწიფო კანცელარიაში შეიტანენ. ნათია არის პროფესიონალი თავის საქმის, როგორც სახალხო დამცველი, არის პატიმრების მოყვარული ჰუმანური ადამიანი, მოსიყვარულე და უბრალოდ ასეთი ადამიანი უნდა იყოს, მე მგონი სახალხო დამცველის პოსტზე. და ამიტომ ჩვენ მრავალრიცხოვან მოქალაქეების თხოვნით და პირადად მე ვარ პატიმრის პატრონი, ვითხოვთ ნათიას კანდიდატურის დაყენება სახალხო დამცველის პოსტზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლას თხოვენ. მათი თქმით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საიამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქე და მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლეს და გამოაქვეყნეს. არასამთავრობოების განმარტებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო. ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან ყველაზე ხშირად მოქალაქე და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათ დამით დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავთ შესაბამის სამინისტროების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების გათავისუფლების გარემოებების თაობაზე. ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.
პარლამენტის სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული მართვა ამ თემაზე იუსტიციის მინისტრი თია წოლუკიანი ბრიფინგს მართავს და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში თავაზობთ. წელი ვიცდით და 20 წამიც მოვიცდით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი უარს ვამბობ პარლამენტის აუდიტის სამსახურის და სხვადასხვა სამინისტროს ქსელებისა და სერვერების მართვაზე. მე დამხვდა ზურაბადეიშვილის მემკვიდრეობა ამ მხრივ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ხელისუფლების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა სამინისტროების, კომპიუტერების, ქსელების და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა. ამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხაზგასმით მინდა აღნიშნო მაღალ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები. ისინი ჩვენს უწყებას უწევენ ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას, როგორც სამინისტროში, ასევე მისდამი დაქვემდებარებულ სიპებშიც. მაგრამ ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების, სერვერების, პროგრამების, კომპიუტერების, ქსელების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შტოს ერთი უწყება აკონტროლებდეს სხვა ხელისუფლების შტოს ან შტოებს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა არის შესაბამის გუნდთან შეთანხმებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სისრულეში მოყვანა. ეს არ არის მარტივი, რადგან თქვენ იცით, ინფორმაციული ტექნოლოგიები ისეთი სფეროა, სადაც პროგრამები შენდება, სისტემები ეწყობა, მაგრამ მის გადაწყობას ან დაშლას დრო სჭირდება. ეს დროს წაიღებს, მაგრამ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თუნდაც პარლამენტის შემთხვევაში ახალი ადამიანური რესურსების მოძიებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებით ფინანსებთან. იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით პარლამენტს იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და დროსთან ერთად შეძლოს ქსელების და კომპიუტერების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, საწყის ეტაპზე უნდა დასჭირდეს ალბათ სადღაც 400.000 ლარის ინვესტირება და შემდეგ ყოველწლიურად დამატებით 800.000 ლარის ხარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსებთან იქნება ეს პირველ რიგში დაკავშირებული, მაგრამ გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება და მყარი და მე მოვუწოდებ ყველა უწყებას, რომელიც არის ჩვენს უწყებაზე დამოკიდებული ელექტრონულად ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით, გამოყონ ადამიანები, ვინც იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურასთან, smart logic-თან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ ბაზების დაბრუნების და ზოგადად გადაბარების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მადლობთ. ეს იყო თია წოლუკიანის განცხადება. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო აღარ გააკონტროლებს სამინისტროებისა და პარლამენტის სერვერებს და ამისთვის სავარაუდო თანხა, რომელიც დაიხარჯება, ის აღნიშნა 400.000-დან 800.000 ლარამდე. ამ თანხაზეა საუბარი. და დღის სხვა სიახლეები. ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მაღაროელები ამბობენ, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის ჩასვლამდე არ დაიშლებიან. აქციის მონაწილეებს დღეს სტუდენტური ორგანიზაცია ლაბორატორია 1918-ის წევრებით შეუერთდებიან. და ბოლო ინფორმაციით, თუ რა ხდება ჭიათურაში, ჩვენი კოლეგა რამდენიმე წუთში მირიან გორგოძე ჩაგურთება და სწორედ ის მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. გვემატება ხალხი. და ვიკრიბებით მანამ სანამ არ ჩამოვა ჩვენი თავრობის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ველოდებით დღე-დღეზე და მანამდე გავართ ესე წყნარად ყოველგვარი პანიკის გარეშე, ყოველგვარი კრიმინალიზა დარღვევის გარეშე. მოთხოვნები გვაქვს ხელფასის მომატება პირველ რიგში, რაც არის ჩვენთვის აუცილებელი და პირობების გაუმჯობესება. უნდა ჩამოვიდნენ თავრობის კომისია, უნდა ჩაჯდეს ამ ველოდებით დაждდეს და გამოარკვიოს ჩვენი საქმე და ველოდებით ჯერჯერობით იმათ ჩამოსვლას.
ჭიათურელი მაღაროელების თემას მირიან გორგოძე აშუქებს და ჩვენ საშუალება გვაქვს ის პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ. მირიან, რაც შეეხება მოთხოვნებს ხო არ შეცვლილა რამე? დიახ, უკვე მე-15 დღეა ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა მიმდინარეობს. მაღაროელები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 100%-იან ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში, ამ 15 დღის განმავლობაში მოხდა რამდენიმე შეხვედრა მაღაროელებსა და ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას შორის. ამ შეხვედრებში მონაწილეობდა ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. რამდენიმე დღის წინ აქ ჭიათურაში ჩამოსული იყო დეპუტატი თინა ხიდაშელი, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას შეხვდა და ასევე ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა დასაქმების მინისტრი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებიდან რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ერთადერთი შეთანხმება, რომელზეც ამ დროისთვის შეიძლება საუბარი არის იმ კომისიის შექმნა, რომელიც მაღაროელთა საჭიროებებს გამოიკლებს და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს. რაც შეეხება კონკრეტულად ხელფასების ზრდას, ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობა ამ დროისთვის ამბობს, რომ ის მზად არის მაღაროელებს მოუმატოს ხელფასი 22%. თუმცა მაღაროელებს ეს წინადადება ამ წინადადებაზე უარს ამბობენ, რადგან ისინი ამბობენ, რომ პრემიების და ბონუსების სახით მათ ხელფასებზე 25%-იანი ზრდა მაინც ჰქონდა და თუ კი ისინი 32%-იან ზრდას ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობის შემოთავაზებულ წინადადებას დასტახდებიან, გამოდის, რომ პრემიები და ბონუსები მათ საერთოდ აღარ ექნებათ. ემატება და გვემატება ხალხი. და ვიკრიბებით მანამ სანამ არ ჩამოვა ჩვენი თავრობის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ველოდებით დღე-დღეზე და მანამდე გავართ ესე წყნარად ყოველგვარი პანიკის გარეშე, ყოველგვარი კრიმინალის და დარღვევის გარეშე. მოთხოვნები გვაქვს ხელფასის მომატება პირველ რიგში, რაც არის ჩვენთვის აუცილებელი და პირობების გაუმჯობესება. უნდა ჩამოვიდნენ თავრობის კომისია, უნდა ჩაჯდეს ამ ველოდებით დაждდეს და გამოარკვიოს ჩვენი საქმე და ველოდებით ჯერჯერობით იმათ ჩამოსვლას. დიახ, დღეს ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვას თბილისიდან შემოუერთდნენ სტუდენტური გაერთიანება ლაბორატორია 1918-ის წარმომადგენლები, სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ მთავარი არის სოლიდარობა გამოუცხადონ მაღაროელებს და ისინი არ დატოვონ მარტო, რადგან მაღაროელებმა საკუთარი უფლებებისათვის უნდა იბრძოლონ და ამ მომენტისათვის სოლიდარობა უმნიშვნელოვანესი არის. ისინი დარჩებიან მაღაროელებთან მანამ, სანამ მაღაროელების მოთხოვნები ბოლომდე არ დაკმაყოფილდება. ლაბორატორია 1918 და სხვა სტუდენტური ორგანიზაციებით აგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ჭიათურელი მუშებისადმი. როგორც დაუპირდით, რომ სულ მათ გვერდში ვიქნებით, სანამ წარმატებას არ მიაღწევენ და მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვაგრძელებთ ბრძოლას, იქამდე სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან დაფასებულები და არ იქნებათ მათ ღირსეული შრომის შესაძლებლობა. და ამ ხელა სიმდიდრე, რომელიც ჭიათურაში არის, არ იქნება არა ერთ და ორ ადამიანს, არამედ იქნება ზუსტად ამ ადამიანების, ისე ვთქვათ, ოჯახებში, რომელიც მართლა მუშაობენ დღე და ღამე და წლების განმავლობაში. მაღაროელების მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი და ჩვენ პოლიტიკოსები, სოციალ-დემოკრატების სახელით შემიძლია პირადად მევილაპარაკო, აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებთ მაღაროელებს, უცხადებთ მათ ვთქვათ, პირობას ვაძლევთ, გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენ მათი უფლებების დამცველები იქნებით საქართველოს პარლამენტში და ზოგადად ყველა ასე ვთქვათ სფეროში. დიახ, მაღაროელები ამ დროისთვის ელოდებიან ჭიათურაში სპეციალური კომისიის წარმომადგენლების ჩამოსვლას. მე შეგახსენებთ, ეს ის კომისიაა, რომელმაც სწორედ მაღაროელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად უნდა იზრუნოს. მაღაროელები გამოთქვამენ იმედს, რომ სპეციალური კომისიის წარმომადგენლისა და ჯორჯიან მანგანეზის შორის ხელმძღვანელობის შორის შეხვედრა უკვე კონკრეტული შედეგებით დასრულდება. მადლობა მერიან, ეს მირიან გორგოძე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა საჩხერეში გუშინ გვიანღამით ჰონდას მარკის ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი ჟიგული დაეჯახა, შედეგად დაშავდა ჟიგულის მძღოლი. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების განმარტებით დაშავებული მძღოლის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ავტოვარიის მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ. მოძრაობდით და გამოვიარეთ, ახლა ვეცადე რომ მაქსიმალურად ამეღო იქით ამ ხარე, მაგრამ აი იხედები თუ გაკეთოს მომენტში შემოტრიალ. დანარჩენი უკვე აღარც ალბათ ის გაარკვეს პოლიცია უკვე. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმით მას აღენიშნებოდა მარცხენა ბარზახის გვერდ სიბრუხე და მოტეხილობა და ტრამული შოკი. თავიდან ცოტა ჯიუტობდა რამე თუ ნასვამი გახდათ და შემდგომ ჩვენი ოპერატიული მუშაობის შედეგად მოხდა ის, რომ შესაძლებელი მკურნალობა ჩავდა და ჯერ კიდევ მიღება, შემდეგ მოთავსდა ჩვენ ქირურგიულ სტაციონარში, ამ წუთში იყოფება ჩვენშოვა დაჯიმაზე.
საკპატენტის შენობის დაბრუნებას ითხოვს თანამშრომლების განცხადებით წინა ხელისუფლებამ ორგანიზაცია ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დახურა და შენობა ჩამოართვა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი თვით დაფინანსებაზეა. შენობის გარეშე დარჩენილ თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ვითარება მალე გაირკვევა. მოხდა სრულად უსამართლო პროცესი, როდესაც შემოვიდა უცოდინარი ხალხი, გაათავისუფლეს თანამშრომლები, საუკეთესო ექსპერტები, ნაცადი ექსპერტები, საერთაშორისო დონის აღიარების მქონე ადამიანები გაუშვეს სამსახურები და 3 წლის წინ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შემოვიდა საკპატენტში და დაიწყო თავისი საქმიანობა, მოხდა სრულად გაუგონარი რამ, გამეფდა საშინელი ტერორი. რაში გამოიხატებოდა ახლა ეს ყველაფერი? დაიწყო ძველი პროფესიული კადრების თანდათან შევიწროვება, თანამდებობიდან ნელ-ნელა თვითონ საფეხურით უკან დახევა და შემდეგ მათი გათავისუფლება. დღეს მე ამით გემშვიდობებით ეთერს კი ჩემი კოლეგა სოსო კაციტაძე გააგზავნებს, ასე რომ დარჩით ჩვენ სარხზე.